მეუბნებით რომ მათ უნდა მობილიზება გაუკეთონ თავიანთ თავს და თავი დაანებონ მონო შესაბამო სიტუაციასთან რასაც შეგვიძლია ნორმატივები რომელიც ჩაბარებას აუცილებელია მეხანძრო პრობლემები თავიდან აცილებს გამოსაგებია ყველაზე საკითხი მაშინ ის ადამიანი ოლტანე მე დააკლდება ერთი ოპერატორი არის უსამართლობა სამსახურში, არის პროფკავშირული ნიშნის ზეწოლები, ჩვენ პროფკავშირის წევრებზე ხორციელდება ზეწოლები, არის თემები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი არის სამსახურში, ეს არის პირადი უსაფრთხოება, არის ტანსაცმელი, უხარისხო ტანსაცმელი, არის არ გვაქვს კვება, არა გვაქვს შეღავათები ტრანსპორტზე. ჩვენთან პოლიტიკის ხსენება სამსახურში, საგანგებო სიტუაციებში არ შეიძლება დამიჯერეთ. ეს არის ტრაგედიის მომტანი. ამის ჩაყოლა ჩათვალეთ რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ზარალია და შეიძლება დაუღუპოთ ბევრი ადამიანი. მე რო სულ ამ სკამსაც შევეწირო და იმას მაგას არ გავაკეთებინე. არავის არ გავაკეთებინე, არ ვიცი მაგის უფლება ვინ არიან, 2 წლის 3 წლის მოსულები არიან. სად იყვნენ მანამდე ბოტასებით რო ვაქრობდით ცეცხლს და ისე შეიარაღება არ აქონდა და ვირთხები დარბოდნენ ჩვენ თავებზე. აბა ეხლა რომ მოვიდნენ გამზადებულ სამსახურში, აწობილ სამსახურში, ცხელი წყალი არ აკლია, შტანგა, დარბაზები არ აკლიათ და აღჭურვილობა არ აკლიათ. ეხლა მოუნდათ მეხანძრე მაშველების უფლებების დაცვა? მაგაც სხვა რამე უნდა და ვერ